ამერიკა შეშფოთებულია ისრაელის მიერ სირიაზე თავდასხმის გამო. სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს თქმით, ამერიკას სურს, რომ საბრძოლო მოქმედებები შეწყდეს. ისრაელმა რამდენიმე საათის წინ დამასკოში სირიის პრეზიდენტის სასახლესა და თავდაცვის სამინისტროს შენობაზე იერიში მიიტანა. დაიღუპა ერთი და დაშავდა რამდენიმე ადამიანი. ძლიერი წვიმის გამო ჟინვალი ბარისახო შატილის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ღვარცოფული ხევის ადიდების საფრთხე მაღალია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. უსაფრთხოების მიზნით აღნიშნულ მონაკვეთზე 22 საათიდან დილის 8 საათამდე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება. თურქეთის სასამართლომ სტამბოლის ყოფილ მერს ექრემ იმამოღლუს 1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლომ იმამოღლუ დამნაშავედ სტამბოლის პროკურორის საჯაროდ შეურაცხყოფისა და მუხარის საქმეში ცნო. რუსეთში სამართალ დარღვევად გამოცხადდება კრემლის მიერ აკრძალული კონტენტის ინტერნეტში მოძიება და მათი ნახვა. ანტიექსტრემისტული ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალ დარღვევათა კოდექსში შედის.